გამარჯობა ყველას. კარგი, ეს კომენტარზე პასუხი უნდა ყოფილიყო. დილით ჩემს FYP-ზე ვიდეო ვნახე, სადაც ვიღაცა ამბობდა, რომ ცოტა გატეხილი გული ჰქონდა, რადგან წარსულზე ფიქრობდა. ცოდაც. მან არ უპასუხა მამამისის ზარს და შემდეგ მამამისის გულის შეტევა დაემართა, რის გამოც თავს ნაწილობრივ პასუხისმგებლად გრძნობს. ამ ვიდეოს ვეღარ ვიპოვე, ამიტომ გადავწყვიტე ამის ნაცვლად ეს ვიდეო ჩამეწერა. მოდით დავიწყოთ. რადგან ყველა გამოცდილება შეზღუდულია შენი აღქმით, ვერასდროს შეძლებ გულწრფელად თქვა, რომ სიმართლეში დგახარ, თუ შენს საზღვრებს გასცდები. და როცა ამას ბოლომდე გაიაზრებ, დაინახავ, რომ სწორედ შენ თვითონ გიტეხავ გულს. ყოველთვის როცა ირჩევ, რომ ცნობიერების კონსტრუქციაში იცხოვრო და არა ცოცხალ აწმყოში. რადგან არაფერი ხდება სიმართლედ, სანამ თავად არ ჩაუსუნთქავ მას სიცოცხლეს. საბოლოოდ ვერასდროს იტყვი, რომ რამე მეტი ხარ, ვიდრე თვითონ ცნობიერება. ტვინი ლაბორატორიაში ან პროცესორი ვაფერზე. ან სასწაული, რომელიც ღმერთის სიყვარულმა შეგრა ერთად. დღის ბოლოს სწორედ სიმშვიდეა საჭირო ტანჯვის დასაცლებად. ამიტომაც ხდება იესოს ცოდნა და სიყვარული ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი. რადგან მხოლოდ იესოს მეშვეობით შეიძლება ქაოსი გადაიქცეს მარადიულ სიმშვიდედ. და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ეს რჩევა მართალია, მეც კი მიჭირს ბოლომდე ასე ცხოვრება. შეიძლება ის ტანჯვა, რომლის ატანასაც მე ვირჩემ, თავისებურად თკბილმწარეა. იმედია ეს დაგეხმარება.